თამუნა. დედაშენი 2 საათია რეკავს. გაგიჟებულია ხალი. რა უნდა არიცი? რა უნდა უნდოდეს? სოფიკომ მუსიკაზე არ დააგვიანოსო. ლადუნდა თამუნა მიმეცადინონო. სადილი მაცივარშიაო. მოკლედ დაგიდე ყურმილი, ნუ ვარ ჩამოეკიდები. დაგირეკავს ახლა დედაშენი. ხომ გაიგე? რამე მოხდა? არა. დედიკო მეზობელი გამომიგზავნა. უნდა რომ ვიმეცადინოთ. ყველას დიდხანს ელაპარაკებით. მეტი საქმე არა მაქვს. გოგო ზოგჯერ გაუვავ ხოლმე. ჩემ კლასელ ბიჭებს არასოდეს. საერთო ენა ვერ გამოვნახეთ. ახალგაზრდა რომ ვიყავ? გაირა. შედარებით. თქვათ 16 წლის. მეც მეჯერდა თულ გოგონებთან საერთო ენის გამონახვა. ანდა რა მქონდა საქმე? ახლა? ახლა? შენ როგორ ვიყავ? მე მგონი გაქვს. მეც ასე მგონია. სხვათა შორის, როდესაც ჩემ პირველად ხუთსაათეო დამირეკო 60-ზე. რადგან 60-ზე? ხო, სოფიკო შენ მაინც გაჩერდა. მერე დარეკე. დადი აქედან. დადი მე თავი დამანებე. ხო, მე უკაცრავად ლევან. ვაიმე, კარგი რა ლევან რა. არა, ესენი მოსვენებას არ მოგცემენ. მისმე ლევან? რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით. ხომ არ შევხვდით საერთოდ? მე ვეღარ შევხვდი. შეგეჩვიება? ხო, სხვათა შორის მეც. მაშინ რა ვქნა? შევხვდეთ თუ გინდა. შენ თუ გინდა. გრანც. ისე ყველა 25 წლის ბიჭი ქუჩაში წვერით, შენ მგონია. იქენი ხო დებილო აბა შენ რომ მიგიშა ხვალ დილამდე არ მორჩები და კიდევ 60-ზე უნდა დამირეკონ წუთი-წუთზე ხვალ საკონტროლო მაქვს შენს ფეხებზე კიდია მე შენი 60-ანა უაზროდ ლოდინს ადექი და შენ თვითონ დაურეკე რომ მოისვენო და მეც მომასვენო ახ კაი ერთი შევია შენ თავს მიხედე სახლი კი არა საგიჟეთია ნამდვილი Да? Алло. Ისმენთ. უგაცრავად, თამუნას თხოვეთ თუ შეიძლება. Алло. თამუნა. ხო მე ვარ. кайფიშა? რატო არ მეწნეო? წამოდი ახლა დავუკარი. ხო, მე შეიძლება ხმავა.
ახლა გინდა დაფიქრდი. მინდა და მე როგორ? მაგრამ არა. კი, როგორ არა, მაგრამ. გეშინია რომ ილუზიები გაგიქრება? ვაიდე ისეთი თუ არა ვარ როგორც შენს წარმოდგენებში. სიზმრებში. მაგრამ ჩვენი ინსტიტუტის საიდუმლო ცდების გამო ჩვენ თავს არ ვეგუძით. სულ დაკავებული ვარ. იქნებ ერთი წლის მერე. უბრალოდ მაინტერესებს როგორი ხარ. ერთხელ რომ შევხვდეთ რა მოხდება? შევხვდეთ? ხო, მოდი დღესვე. ალო? გამარჯობა. მომეც მე მირეკავ. გასუხებ შენი მეზობელი მოპირდაპირეს სახლიდან. თქვენ გიორგი ქვიათ? საგვაგდა რა. სახელით ვწოდნია. მონებევა. ერთი თხოვნა მაქვს. შეგიძლია დამეხმარო. მე როგორ? შენ ალბათ ისიც იცი რომ მე მხატვარი ვარ. ხო და ძალიან მინდოდა შენი პორტრეტის დახატვა. ზუსტად ისეთი სახე გაქვს მე რომ მინდა. პოეზიას საკმაისი იქნება. ეკა გავარჯო. როგორ ახლა? მე კარგად. როგორ არა უცებ გიცა? წარმოიდგინე, მთელი დღე ავერძებოდი შენ სახლს. მაშინ დიდი ხანია. მომწონს. ნორმალური ხარ? წადია შენ მაინც თავი დამანებე. მე მხატვართან მივდივარ სეანსზე. წადი. მე შენი ხელი როგორ არის? მოგირჩა? ხელი უკეთაა, იგლია შემომივიდა რა. ისოდენა, ჯერ არ მткиოდა. რა ხდება რა? ეშოდან მткиვა ისე. უბედურება. არ ძირმა. რუინარი. ბულობისაგან ან
ინფექცია რაი. გამოგზავნე, ძაგი. მოგაცრავა. თქვენ თამუნახო მარახ. დიახ. მე ლევანმა გამომაგზავნა. აი. თქვენ კი ჟურნალი გიჭირა. ასე მითხრა ხელში ჟურნალი ეკნება. ბოლო წუთში ვეღარ შესძლო წამოსვლა და თხოვა რომ მე მის მეზობლად ცხოვრობ. ბოდიშს გიხდით, მეც. მე ყველაფერს თვითონ აგიხსნა. ტელეფონით. გადაიცით რომ საბოდიშო არაფერი აქვს. შემთხვევით გამოვიარე. დაკიდეთ ქალბატონო, ერთი მეც დამარეკინეთ. ვიღაც ჩაგვერთო ქეთო. 5 წუთით. მე დავკიდო ხო? უზრდელი. ვაი, ჩვენი ცოტა. ისმენ? რატო გამარჯობა? ვერ ვიცანი? ზიარჩილება. ზიარჩილ. გამარჯობათ. მამა რო სამსახურშია? ვიცი ახლა ამერიკა. შენ ნაცნობი ყავს ატეაში და იქნებ გახვიდე ჩემთან სახში. სულ დაკაებას იძლევა. გაშოვე ბიჭო, იხშობ თავ ტელეფონზე. დაგიდო გურმილი, დაგირეგოს რაღაც საქმეა. კარგი. არ უნდა იყოს გაბმარებული სამსახურში. კარგი. ხო, კარგი. ხო, მამა. უკაცრავად ლადოს თხოვეთ თუ შეიძლება. მე ვარ. გამარჯობა. გამარჯობა. ვინ ლაპარაკობს? ეკა ვარ. ხომ მითხარი ამოცანაზე დამირეკეო? ამოცანა. ხო, მართლა. გამოიყვანე? კი. თუმცა არა. მაშინ ჩაიწერ. თქვათ ABC მოცემული სამკუთხედია. BC გვერდის შუა წერტილი 20 აღნიშნოთ, მაშინ OB ტოლია 20-ში და OA ტოლია 20-ში. AC და DB წფერისა და DBC მკვეთისათვის ABC და DBO კუთხეები გონი მართლა იწერს. შიგაჯვარედინი კუთხეებია. მართლაც A და D წერტილები BC წფის მიმართ სხვადასხვა ნახევარში რა მოგივიდა? არაფერი. ყველაფერი გაიგე? კი. მაშინ წავედი. მოიცა. ეს მითხარი როგორ აგრძნობ თავს? ცოტა გაციებული ვარ. სიცხემაც ამიწია შენ. დავიცი. მეც გავცივდი. ყელის მტკივა ცოტა. ალბათ გამივიდეს. მალე. იმედი მაქვს.
შენ ძალიან მომწონხარ ეკა. მოხვედი? შემოდი. ცოტა სამძებელოდები, მე ახლა მოვა. კარგი? მოიწყენ. არა. ეს თქვენი ნახატებია? კი, აი ესენი ძველები. აი ეს ახალია. მოგწონს? მოდი აქ დაჭიქი. კარგად ზიხარ? პეპსიკოლა გინდა? ისე როგორ გამაშაყირე აივანზე? აი პეპსიკოლაც მოვიდა. გამარჯობა. მაიკო, გაიცანი. ეს ის ბიჭია. მე რომ გეუბნებოდი ჩვენი მეზობელი. მე და მაია კი ერთად ვსწავლობთ აკადემიაში. ცივია? მამხოლი ხوار გინდა? არა. არც პეპსიკოლა? მე თუ მოგინდება მითხარ, ხო? შენ რა ქვია? სოფიკო. ой, სოფიკო? მე რომ ბიჭი მეგონე. ისე მართლა გავს ბიჭს არა? ხო, მაგრამ პატარა გოგო ყოფილა. და ხო, კარგი ბავშვია? კი, გაითავი. ხო. ფანქარში ხატო? ხო, შენ? მეც. სანგინე გამეთავდა. ჩანახატს აკეთებ? ხო, ესე მერჩევი. მე არ გეზარება. არა, შენ ჯერ ჩანახატი გააკეთე. არა. არ მინდა. სოფიკო. ცოტა თავი აწიე რა. გესმენთ? ალო, თამუნა. ლევანი. ჩვენ შეხვედრას ბედი არ უწერი. ბოლო წუთში გენერალურ დირექტორთან დამიბარე. ისევ თათბირი. იმ ბიჭმა გადმოგცა ყვავილები. რომელმა ბიჭმა? ჩემთან ვიღაც 14 წლის ბავშვი მოვიდა. გონი 15 წლისაა. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა რას აკეთებ? ანანასის კამპოტს გიახლებით. შენ? მე არაფერს. თათბირიდან დაღლილი დავბრუნდი. ჩავაქრე ყველგან სინათლე. ჩავხტე წყნარი მუსიკა. საყვარელ სიგარებს ვეწევით და აი, შენ გელაპარაკე. ვისვენ. რას აკეთებ მაგ მთელი დღე? მოიცა. კომპოტი გემრიელია. ძალიან. სხვათა შორის კუბაში ანანასის კომპოტი ჩვეულებრივი. შეიძლება ითქვას ყოველდღიური საჭმელია. როდესაც ჩვენი ინსტიტუტის გამოკვლევებზე გაგზავნილი ვიყავით ბერმუდის კუნძულების რაიონში,
რაიმე